ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მოგესალმებით, აგრძელებთ ჩვენს გადაცემას, რომელსაც სახელად დავარქვით მესამე ივერია. ეს არის საქართველოს ისტორიის ყველაზე დრამატული და რთულად ასახსნელი პერიოდი, რომელიც დაიწყო ამასიის ზავით 1555 წელს, როცა ირანმა და ოსმალეთმა საქართველო გაინაწილეს და დასრულდა ვახტანგ მე-6 სამეფოს კრახით, რასაც წერტილი დაუსვა ერეკლეს გარდაცვალებამ. ამის შემდეგ სოლომონ ლეონიძეს თუ დავესახებით, ყოველი გახდა ამაო. საერთოდ მე-18 საუკუნე პარადოქსული საუკუნეა. ისეთი განცდა გრჩება, თითქოს სამ საუკუნეში ბედი ეთამაშებოდა ქართველებს. მაგალითად, ბედის დაცინვად მეჩვენება, რომ ამ საუკუნეში საქართველოს ყავდა სამი ძლიერი ფიგურა, სამი დიდი მეფე. ვახტანგ მე-6, თეიმურაზ მეორე და ერეკლე მეორე, რომელთაგან არც ერთი არ გამოდგა საბოლოოდ დავით აღმაშენებელი, რომელიც აერივით ჭირდებოდა მე-18 საუკუნის საქართველოს. აღმაშენებელი გვეყოლებოდა მაგალითად ღმერთს, რომ ეს სამი მეფე შეერთებინა. ანუ გლობალურად მოაზროვნე კულტურტრეგერი ვახტანგ მე-6, დიდი დიპლომატი თეიმურაზ მეორე და გენიალური სტრატეგოსი ერეკლე მეორე ერთ პიროვნებაში გაეერთიანებინა. მაგრამ საწუხაროდ დავით აღმაშენებელი ისტორიამ ამჯერად ნაწილ-ნაწილ რიგრიგობით ჩამოატარა. დავითი რომ ყოლოდა ამ საუკუნეში იყო შანსი საქართველოს დიდ ასპარეზზე გაჭრილიყო. მაგრამ ვახტანგმა დაუშვა შეცდომა და აღორძინების ნაცვლად ქვეყანა მიიღო სასიკვდილო ჭრილობა, რომელმაც იმსხვერპლა კიდეც საუკუნის ბოლოს. ამიტომაც ვამბობ, ერეკლე მეორე სიკვდილი ვახტანგ მე-6 სიკვდილით დაიწყო. ეს ორი მეფე ერთი მედლის ორი მხარეა. ერეკლესთან იმ ისტორიამ შეწყვიტა სუნთქვა ვახტანგ მე-6-ს დროს, რომ აგონიაში ჩავარდა. წინა გადაცემაში ჩვენ ვახსენეთ ეგრეთ წოდებული გადარჩენის პოლიტიკა. თქვით, რომ დიდი თურქობის შემდეგ ქართველებმა ვერ ამოიგდეს თავიდან სიკვდილის შიში, რამაც დაღუპა კიდეც მესამე ივერია. დღევანდელ გადაცემაში მინდა ერთი საინტერესო ფრაგმენტი გავიხსენო ერეკლეს ცხოვრებიდან, რომელიც იესე ბარათაშვილს აქვს აღწერილი და ზუსტად ამ შიშის სიმძაფრეს უსვამს ხაზს. როგორც წინა გადაცემაში ვთქვით, მესამე ივერია დაიბადა ურთულეს დროებაში. საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა. ის იბრძოდა მეფობის შენარჩუნებისთვის, რადგან მეფობის დაკარგვა ყველაფრის დაკარგვას ნიშნავდა, მათ შორის სარწმუნოებისაც. მართალია დამოუკიდებლობის რაღაც ნაწილის დათმობა მაინც მოუხდათ ქართველებს, მაგრამ არ გაწყვიტეს ბაგრატიონთა დინასტიური ჯაჭვი და მეფობა და შესაბამისად სარწმუნოებაც შეინარჩუნეს. მე-17 საუკუნიდან დამოუკიდებულებაში ვეყავით ირანთან. ბაგრატიონებს მეფედ ირანის შახები ამტკიცებდნენ, მაგრამ მესამე ივერია არასოდეს შერიგები ამ მდგომარეობას და ის გამუდმებით ამბოხებისთვის შესაფერის დროს ელოდებოდა. ზუსტად ვახტანგ მე-6-მ ჩათვალა, რომ ეს შესაფერისი დრო უკვე დამდგარია. მისი ოცნება იყო საქართველოს ირანისაგან გათავისუფლება, ზოგადად მუსულმანური სამყაროსაგან თავდახსა და გაერთიანებული ივერიის დასავლური განმანათლებლური ტიპის სახელმწიფოდ ქცევა. მისი წარმატება საქართველოს დიდ ასპარეზზე გამოსვლის წინაპირობა უნდა გამხდარიყო. ვახტანგ მე-6-მ წამოიწყო დიდი რეფორმატორული მოძრაობა. გააძლიერა კულტურა, ხალხს იმედი ჩაუსახა და საერთაშორისო მხარდაჭერაზეც იზრუნა. მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში ეძებდა, მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში რუსეთმა დაიწყო ომი ოსმალეთთან. პეტრემ წერილი მიწერა ვახტანგს და ძალების გაერთიანება შესთავაზა საერთო მტრის წინააღმდეგ. როდესაც მდგომარეობამ კულმინაციას მიაღწია და ვახტანგს უნდა გადაეწყვიტა ვის მხარეზე დამდგარიყო, როგორც დავით გურამიშვილი აღწერს, მალყური არ ათხოვა დარბაზის რჩევას და ბოლომდე ენდო ერთმორწმუნე რუსეთის დაპირებას. შეკრიბა 40,000-იანი ლაშქარი და გაემართა გაჯისკენ. რა სპირდებოდა რუსეთი და რა იყო მისი მიზანი? მას ჯეროდა, რომ რუსეთი და ქართკახეთი ერთად შეუტევდნენ ირანს და ოსმალეთს, გაათავისუფლებდა საქართველოს, შექმნიდა ერთიან სამეფოს და ეყოლებოდა რეგიონში ძლიერი მოკავშირე. ივერია გაბწყინდებოდა. მაგრამ როგორც კი ვახტანგ მეფე განჯას მიადგა, პეტრემ მოულოდნელად უკან გააბრუნა თავისი არმია. მას არ ადარდებდა ივერიის გაბწყინება, საკუთარი იმპერიის გაბწყინებაზე ზრუნავდა. იმ მომენტში მისი ერთადერთი ამოცანა იყო დაპყრობილი ასტრახანის დაკანონება. ამისათვის მას სჭირდებოდა მეორე ფრონტის გახსნა სამხრეთ კავკასიაში,
ყალბი იმედებით ჩაუსახა ვახტანგ მეფეს, შეიტყვა განჯაში, პირდაპირ მტაცებლის ხახაში, გადამწყვეტ მომენტში კი მიატოვა. უпроსტად გაყიდა. ასტრახანის დაპყრობა ოსმალეთთან შეთანხმებით გააფორმა, სამაგიეროდ კი ქართკახეთი ურჯულოებს გადაულოცა, რაც დაფიქსირდა კიდეც რუსეთ-ოსმალეთის 1724 წლის შეთანხმებაში. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა იდეალისტი, ამბიციური, ვარსკვლავებთან მოთამაშე პოეტი მეფე. მისმა მარცხმა მოიტანა დიდი თურქობა, ნგრევები, სისხლის ზღვა, გაწმილებული სულიერად დაცემული სახელოვანი მეფე გმინავდა. შურით აღივსნენ, უგბილნი წესიქმნეს მათის მამისა, ვაირამ წარეთ იწოდა ნაწლევნი მარიამისა. ვახტანგის სამეფო გაპარტახდა და ზუსტად აქ მოკვდა იბერიული ოცნება და ტრადიციული ისტორია, ზუსტად ისე, როგორც ეს სენტიმენტალური მეფე წერდა. რანი და მოვაკანი და სახლი და კარიბანი და გათავდა ყოვლი წერილი, ანი და ბანი, განი და ზუსტად ვახტანგ მე-6-ემ დაყარა ფარხმალი, რითაც დასრულდა დიდი ოცნება ერთიან ძლიერ ქართულ სახელმწიფოს. მაღალმა მსაჯმა აქ ჩასტვინა და დაასრულა დიდი თამაში. მთელი მოაზროვნე ელიტის ქვეყნიდან გაყვანა იყო უარი მომავალზე, სრული კაპიტულაცია ისტორიის წინაშე, სასოწარკვეთილი პროტესტი სამყაროს მიმართ, ყოველი წერილი, როგორც ტრადიციული, კონცეპტუალური აზროვნება ზუსტად აქ დასრულდა. ოსმალო-თათარმაც ერთად იყარეს უპატრონოდ დარჩენილი საქართველოზე ორსაუკუნოვანი ჯავრი. უსასტიკესი და უმძიმესი იყო მათი შორის ძიება. ნამდვილად არ იმსახურებდა საქართველოს აღმოსავლეთის მხრიდან ასეთ მოპყრობას. არც მოელოდა მსგავსი სასტიკეს. ქართკახეთს სასიცოცხლო ძალები გამოეცალა, ქვეყანას ამოეწურა ყველანაირი რესურსი, მხოლოდ მტვერი იყო მისგან დარჩენილი. საუკუნოდ გაუტყდა გული თავისუფლებაზე, დიდი თურქობის კოშმარში ჩავარდნილ ხალხში დამოუკიდებელი ერთიანი ქართული სახელმწიფოს იდეის სახსენებელიც კი გაქრა. მოკლედ, ყველაფერი დამთავრებული იყო. ესაა მედლის ერთი მხარე. მეორე თითქმის შეუცნობელი და მისტიური მხარე კი ის არის, რომ ამ დასრულებულ წერილში, დასრულებულ ისტორიაში უეცრად, ყველასათვის მოულოდნელად, საიდანღაც მოიჭრა ერთი გულადი ყმაწვილი, ვახტანგ მე-6-ის მიერ დაყრილ ფარხმას დასტაცა ხელი და ყიჟინით გადაეშვა ბრძოლის ველზე. ზუსტად იმ ველზე შეიჭრა მესამე ივერიამ როსული დალია. სულთნებს და შახებს საქმე მოლეულია გონად, ქართველებმა კი უცბად თვალი გაახილეს, ფეხზე წამოდგნენ და არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ საღვთო ომი გამოუცხადეს მთელ მაჰმადიანურ სამყაროს. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ერთმანეთზე მიყოლებით დიდი გამარჯვებები მოიპოვეს, ლამის მთელი სამხრეთ კავკასია დაიმორჩილეს და რეგიონში საკუთარი პირობების განახი დაიწყეს. ამ სასწაული შემოქმედი გახდა პატარა კახი მამასთან, თეიმურაზ მეორესთან ერთად. პირველად ბოლო 100 წლის მანძილზე ზუსტად თეიმურაზი ეკურთხა მეფედ ქართული წესით, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნიშნავდა. ამ მამაცურ სვლას ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გასცა პასუხი ვერც ოსმალეთმა და ვერც ირანმა. წარმოუდგენელია, როგორ შეძლეს ქართველებმა ასეთი განადგურებული ქვეყნის ფეხზე წამოყენება და ყველაფრის აყვავება. ინტელექტუალური ძალების მობილიზება და ბრძოლისათვის მატერიალური სახსრების გამოძებნა. როგორც იტყვიან, ქვეყანამ სიცოცხლის ნიშატით დაიბრუნა და ეს ყველაფერი იმდენად გავდა სასწაულს, რომ ერეკლი იმ თავითვე კერპად იქცა, რაც ბუნებრივია პოლიტიკურ მმართველობაზეც აისახა. პრობლემა ისაა, რომ კერპი მართალია მშვიდობას ამყარებს გარეთ, მაგრამ ცეცხლს აჩენს შიგნით. ერეკლეს მმართველობის ფორმა მისავე რეფორმებს და განახლებისაკენ სწრაფოს დაუპირისპირდა. ახალ ტექნოლოგიებს ნერგავდა, მაგრამ ველოსიპედს მათრახის ცემით ხო ვერ წაიყვან. ის ველოსიპედზე გადაჯდა, მაგრამ პედლების დატრიალება არც კი უცდია, ხელში ისევ მათრახი ეჭირა. ზუსტად აქ გახდა ნათელი, რომ ქვეყანას პროგრესული სახელმწიფო შექმნისათვის ინტელექტუალური რესურსი არ ყოფნიდა. ვახტანგ მე-6-ის რომ მთელი ქართული განათლებული ელიტა რუსეთში არ წაესხა, ერეკლეს გაუიოლდებოდა ოცნებებისთვის ფრთების შესხმა. რეალობა კი ვერ უმკლავდებოდა თანამედროვე გამოწვევებს. ამ საკითხებს მომდევნო გადაცემებში უფრო დაწვრილებით გავარჩევთ. დათქვამ სახლა მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ერეკლეს მმართველობის სირთულე იმ შარავანდედის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელიც მას თვითონ ქართველმა ხალხმა დაადგა თავზე. ომებში გამარჯვებას მოწყურებულ ქართველებს ჯეროდათ, რომ ერეკლე არა მარტო ყოვლის შემძლე უკვდავიც იყო. ეს წმენა უაღრესად თეოლოგიური მოვლენაა. ქვეყანაში მზე იყო ჩამქრალი და მის მაგივრად ერეკლე ანათებდა. ხოქსმენია თეოლოგიიდან ასეთი მისტიური მეტაფორა მზიანი ღამე. წმენაში ყველა ღამეს ყავს საკუთარ წიაღში მზე და ეს მზე სწორედ ბედნიერი მომავალია, ღამე აუცილებლად გათენდება.
ერეკლე იყო ნათელი მომავლის იმედი, ხოლო სადაც ეს იმედია პოლიტიკის ბალავრად ჩასხმული, იქ შენდება პროპაგანდისტული ქარხანაც. პროპაგანდას ერეკლე აქტიურად იყენებდა, მისი პოლიტიკა მთლიანად ირანის დემონიზებაზე იყო აწყობილი. მაგალითად, თუ ვინმე არ მოწონდა და ხელს უშლიდა, ირანის აგენტობის ბრალდებით ასამართლებდა და სასტიკადაც სორდებოდა. ეს პროპაგანდა შემდეგ რუსებმა მისსავე წინააღმდეგ გამოიყენეს როგორც ერეკლესავე ხელით შექმნილი აგენტურული ქსელი. ეს ქსელი ერეკლეს იმიტომ დაჭირდა, რომ ქართლის ტახტი პრაქტიკულად მიტაცებული ჰქონდა. ქართლის მთელი სათავადო მისი მეფობის წინააღმდეგი იყო და ეშინოდა ტახტიდან ჩამოგდების. საერთოდ ავტორიტარები მშიშრები არიან, მათ არ ეშინიათ იმის, რასაც ხედავენ, ეშინიათ იმის, რასაც ვერ ხედავენ და ეს შიში იმდენად განუყოფელია მარტო სული კერპების ხასიათისგან, რომ ისინი ხშირად იგონებენ მათ, ვისიც უნდა ეშინოდეთ. ასე რომ ის ძველ ქართველ მეფეებს კი არ გავდა ლექსებს რომ წერდნენ და თავ სენტიმენტების გადმოფრქვევის და ადამიანური სისუსტეების ჩვენების უფლებას აძლევდნენ. არა, ერეკლე იყო კლასიკური ყოველგვარ ადამიანურობაზე მაღლა მდგარი შოუვალი კერპი, ანუ ბანალურად რომ ვთქვათ, ტიპიური ავტორიტარი. ეს პროპაგანდა მასთან ისტორიულ წანამძღვრებს ანაცვლებდა, რომელიც თითქმის წაშლილი იყო. მისი ეპოქა ხელთავიდან იწყებდა ამ წანამძღვრების შექმნას, რის შესახებაც ჩვენ მომდენო გადაცემაში ვისაუბრებთ. ანუ სიახლე არ არის ის, რომ ერეკლეს ეკლექტური ეპოქა მთლიანად ერთი პიროვნების ნებასურვილზე და უნარზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ვახტანგ მე-6-ის სახელმწიფოც მეფის სიტყვაზე დადის. მაგრამ ვახტანგის ნებასურვილი ისტორიულ ფუნდამენტზე დგას. კულტურული ხაზის გაგრძელებაა. ამაში მთელი ტრადიციული სამეფო სისტემა მონაწილეობს, რომელიც დიდი თურქობის დროს ჩამოიშალა. ვახტანგის ნებასურვილი სინამდვილეში ისტორიის ნებასურვილია. ხატრულად რომ ვთქვათ, ვახტანგ მე-6 ამ შემთხვევაში იმ გასტროლილ ისარს გავს, რომელსაც შოპენჰაუერის თქმით, გონია თავისი ნებით მიფრინავს. ერეკლეს კი უკვე არანაირი ისტორიული წინამძღვარი აღარ გააჩნია. მან გადაყრილი ფარხმალი აიტაცა და ბრძოლა განაგრძო იქ, სადაც ამბის თხრობა, წერილი, ისტორია უკვე გათავებული იყო. ამ უკვე დასრულებულ ისტორიაში ერეკლე ის არია, რომელიც ცდილობს მშვილდის გარეშე თავად გაიტყორცნოს თავი მომავალში. ისევ გამიმეორებ, ამ კერპის შემქმნელები დიდწილად მეომარი გამარჯვებული მეფის თაყვანისმცემელი ქართველები იყვნენ, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო ფენიდან, რომელთაც ერეკლე ეფექტურად იყენებდა ქართლის თავადების წინააღმდეგ. თუმცა ერეკლეს ყოვლის შემძლეობისადმი რწმენა მარტო ქართველების თვითშემოქმედება როდი იყო. ის თვითონ ერეკლეს ამბიციური და უაღრესად თავდაჯერებული ხასიათიდანაც გამომდინარეობდა. რა თქმა უნდა, თავდაპირველად მან არ იცოდა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. ახალგაზრდა სიკვდილს არ ეპოებოდა. ის არაფრად მიაჩნდა, არ აღიარებდა მისალაუფლებას. ფიქრიც არ უნდოდა დასასრულზე. დარწმუნებული იყო შეძლებდა სასწაულის მოხდენას და მკვდრის გაცოცხლებას. მაგრამ წლების მატებასთან ერთად ენთუზიაზმიც განელდა და ერეკლემ ერთბაშად მთელი მისი ნაგებობის ბუტაფორულობა შეიცნო. რაც უფრო შედიოდა ხანში, მით უფრო უმძიმდებოდა გული. ქართველები ვარსკვლავებსაც იცებოდნენ, მეფეს კი ჰამლეტიანური ყოფნა არ ყოფნის საკითხი აწუხებდა. თანდათან აცნობიერებდა, რომ ის ზუსტად ღირსეულ დასასრულს ეძებდა, საპატიო ადგილს ისტორიის სასაფლაოზე. მამის გარდაცვალების შემდეგ გმირ მეფეს სიყმაწვილეში რომ მთების გადადგმას აპირებდა გილგამეშივით, ან უფრო ზუსტად ჰამლეტივით სიკვდილის საჭდილი აღარ მოცილებია. ხოთაშორის იესე ბარათაშვილის ნაწარმოებში ცხოვრება ანდერძით ჩვენ ხვდებით ერთ საინტერესო პასაჟს. ავტორი ამბობს, დიდი გაძლება იყო და არის ქართველი ბატონიშვილი მწყრომალე და ყოველდღე უძვირესის განსაცდელის მოლოდებაო. ერეკლე მეფის უძვირესი განსაცდელის ყოველდღიური მოლოდინი არაორგანული და გაუგებარია როგორც ერეკლეს გარემოცვისთვის, ისე საერთოდ ქვეყნისათვის, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში აღმავლობის გზაზე დგას. იესე ბარათაშვილი აღფრთოვანებით აღწერს ხუნთქრის კაცის მოსვლას თბილისში, რომელმაც ქართლ-კახეთის სატახტოში ძვირფასი საჩუქრები ჩამოიტანა, მათ შორის ერთი საათიც, რომელსაც წუთის აღრებიც ჰქონდა. წამით ავტორი თვალს გადაავლეს მთელ სამყაროს და აღუწერელი სიხარულით ამბობს. განცვიფრდა ყოველი სული და ადიდებდნენ ღმერთსა ამის ესეც ბედნიერებას, ხუნთქარი ესრეთ, ყენი ესრეთ, რუსეთის იმპერატორი ესრეთ, შვილნი მორჩილნი ესრეთ, ტკრმა დამონებული ესრეთ, მეზობელნი მორჩილნი ესრეთ და სხვა მრავალი ბედნიერობა აღურაცხილი. ამ დროს ბატონი ჯავრიანი და გულდამძიმებული დადის. ხედავდა მსოფლიო უფრო და უფრო გლობალური და დაუნდობელი ხდებოდა. სამეფო უზარმაზარი სისხლმოწყურებული იმპერიებით იყო გარშემორტყმული. რუსეთის მადა და ამბიციაც დღითი დღე იზრდებოდა. ადრე თუ გვიანის აუცილებლად გადმოლახავდა კავკასიონის ქედს და რასიზმდა ეშმაკმა აუწყეს.
ერეკლემ ბევრჯერ გამოცადა საკუთარ თავზე რუსეთის ამბიციური გეგმების სიმწარე და ცვლიერება. იესე ბარათაშვილის მიერ აღწერილი სადღესასწაულო მოვლენებიდან არ გასულა დიდი დრო და ჯერ კიდევ დიდების ზენიტში მყოფი ერეკლე გეორგიევსკის ტრაქტატს აწერს ხელს. ისტორიკოსები ახლაც არჩევენ თავისი ნებით გააკეთა ეს თუ აიძულეს. როგორც არ უნდა იყოს, ერეკლეს შერყეული რწმენა და თავდაჯერების დაგარგვა გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ მოვლენაში. ამ შემთხვევაში არც იმას აქვს მნიშვნელობა, რას მოაწერა ერეკლემ ხელი. ასახლის დავარქმევთ რუსეთის იმპერიასთან მის მიერ დადებულ ტრაქტატს, რაც უნდა ყოფილიყო პროტექტორატის დამყარება, პროტექტორატი და ვასალიტეტი ერთად, პროტექტორატ სუზერენიტეტი, პროტექტორატი ვასალიტეტის ფორმით, პროტექტორატი მეგობრობით და კავშირით, მეგობრული ხელშეკრულება კავშირისა და მფარველობის შესახებ თუ სუვერენული, მაგრამ დამოკიდებული კავშირი, თავარი ისაა, რომ ეს წმინდა კულტურული რევოლუციის მაგვარი მოვლენა აჩვენებს უკიდურეს დაბნეულობას და ხამლეტიანურ ეჭვიანობას ყოფნა არ ყოფნის საკითხთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ერეკლეს სამეფო ახალგაზრდა და წარმატებული იყო მეფის სიყმაწვილეში, მაგრამ თანდათან მასთან ერთად დაბერდა, დაუძლურდა და მიიცვალა კიდეც საბოლოოდ მასთან ერთად. როგორც იმ ხალხს ემართებათ, სადაც მმართველი და ქვეყანა სრულიად გაიგივებულები არიან ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ერეკლეს ჯავრიანობას და რწმენის დაკარგვას კიდევ ბევრი პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა, რაზეც მომდევნო გადაცემებში ვისაუბრებთ, მაგრამ მისმა სულიერმა მდგომარეობამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ყოველივე გამختارიყო ამაო. მომავალ შეხვედრამდე. ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში.